ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე უთოოდირის მოწვევას არ აპირებს. ორგანიზაციის წუხილის მიუხედავად, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ექნებათ. ოცნება ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ზედმეტი ხარჯების განათავისუფლებს. სინამდვილეში კი მათი შიში ოპოზიციის აზრით მოსალოდნელი კრიტიკული შეფასება, რაც ადგილობრივ არჩევნებს ეუთოს-გან მოჰყვება. ოცნება არც იმ მწვავე კრიტიკას იღებს, რაზეც ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და რომელიც ოცნების ხელისუფლების დემოკრატიულ უკუსვლას აკრიტიკებს. პოლიტიკურ შეფასებებს გაგვაცნობს ზურა პეტროსიანი. სოფო იმ განცხადებებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში, ცხადი ხდება, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ამ არჩევნებზე მოიწვიოს ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისია, ეს მას არაფერში სჭირდება და ღიად ამ ტექსტით იყო ნათქვამი იმ განცხადებებში, რომელიც დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს, მეტიც ეუთოოდირის შეფასების შესაძლებლობა დღეს დეპუტატებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგ ჯერზე თავს დასკმოდნენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ერთ-ერთი მაგალითად ამბობდა, რომ დასკვნას არ მიიღებდა მანამ, სანამ მსგავსი ტიპის დარღვევები ეუთოოდირს ექნებოდა აღმოჩენილი მათ შორის სხვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ზოგიერთი კი უფრო შორს წავიდა და ეუთოოდირს დაბულინგებული ორგანიზაცია უწოდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს გამოიყენეს ეუთოოდირის შეფასების შესაძლებლობა იმისთვის, რომ თავს დასკმოდნენ ოპოზიციონერებსაც. პირდაპირ იყო ნათქვამი მათ განცხადებებში ის, რომ იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს არჩევნებში მიღებას და ამით ნდობას უცხადებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაშინ მათთვის ისიც უნდა იყოს მისაღები, რომ ამ არჩევნებზე ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისია დიდი ალბათობით არ იქნება წარმოდგენილი. კითხვები გამოიწვია ეუთოოდირის დასკვნა. არათუ კითხვები გამოიწვია, ესეთი გააფთრებული შეტევა არ ახსოვს პრაქტიკაში არ არსებობდა არასდროს ევროპულ სივრცეში. შეუტიეს, იმიტომ რომ დადებითი დასკვნა დაწერა. გამომდინარე აქედან, რასაკვირველია, ეუთოოდირის განცხადება ერთია, მაგრამ მეორეა ეუთოოდირის დასკვნა, რომლის მიმართაც ჰქონდა უკიდურესად კრიტიკული დამოკიდებულება ჩვენ ოპოზიციონერებს, მეხუთე კოლონას. შეუძლებელია და მას მოკლებულია რესურსის ჩადება იმაში, რასაც თავად ევროკავშირი და თავად ეუთოს წევრი სახელმწიფოები პატივს არ სცემენ ხოლმე და არ უსმენენ და არ ითვალისწინებენ. ამიტომ ჩვენ გვირჩევია კი არა და უპირველეს ყოვლისა ვისურვებდით, რომ დავინახოთ მზაობა, ევროკავშირისგან დავინახოთ მზაობა, ეუთოს წევრი სახელმწიფოებისგან დავინახოთ მზაობა, რომ მათ რეალურად ისინი აფასებენ ეუთოოდირს და მათ დასკვნებს. თუ ეუთოოდირი მიაჩნიათ ობიექტურ დამკვირვებლად და თუ ეუთოოდირი მიაჩნიათ, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტია ასეთ ვითარებაში, თუ გადამწყვეტი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანია, მოდი 24 წლის დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ეუთოოდირზე გავაკეთოთ სწორება და დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე. ის, რაც ქართული ოცნებისთვის არის დადებითი დასკვნა, პოლიტიკური შეფასებების მხრივ ოპოზიციისთვის არის პლაცდარმის შექმნა მორიგი არჩევნების გაყალბებისთვის, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ მოიწვევს ადგილობრივ არჩევნებზე ეუთოოდირის სადამკვირვებლო მისიას, ფაქტობრივად ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ამ წლის შემოდგომაზე არის ჩანიშნული, დარჩება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გარეშე. ოპოზიციონერების შეფასებით ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან მორიგი მცდელობა იმისა, რომ მიითვისოს არჩევნები და შესაბამისად ის ციფრები დაიწეროს შედეგებში, რომელიც მათთვის იქნება სასურველი. ეუთოოდირის არჩევნებში წერია, რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. და ეს არის სწორედ არჩევნების გაყალბება. მოხსენებაში წერია, რომ ეს 20-24-ის არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, დაიძლიოს მშვიდობიანად საქართველოში კრიზისი, ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ამისთვის პირობები შეიქმნას. ეუთოოდირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ქართული ოცნება გასული არის კონსტიტუციური ჩარჩოსგან, გასული არის დემოკრატიული პრინციპებიდან და ღირებულებებიდან. ეუთოოდირი ცალსახად ითხოვს ქართული ოცნება დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მოიწვიოს თვითმმართველობის არჩევნებს როგორც დამკვირვებელი, რომელიც ისტორიულად პირველად ხდება, როდესაც ეუთოოდირი არ დააკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს, რაც კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ქართულ ოცნებას განზრახული აქვს მიიწვიოს არჩევნები. ეუთოოდირის სადამკვირვებლო ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არსებობს საერთოდ. მათი შეფასება 2024 წლის არჩევნებზე
იყო ყველაზე მეტად კრიტიკული, აბსოლუტურად ყველაზე კრიტიკული, რაც მე ოდესმე მინახავს და როგორც დარგის ექსპერტი გეუბნებით, რომ ესეთი კრიტიკული არც ერთი შეფასება არ ყოფილა. ქართულ ოცნებას ბუნებრივია არ სურს, რომ მას მიუთითონ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს, როგორ არღვევს, როგორ აკალბებს არჩევნებს. ქართულ ოცნებაში არ არსებობს მგზაობა, არ არსებობს იმისი რეალური ნება, რომ არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს დემოკრატიულ სამყაროში. ის ვითარება, რა ვითარებაშიც ახლა აპირებს ოცნება, მათ შორის ამ არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის უბრალოდ ნორმალური რეჟიმი. და აი ასეთ პირობებში იგივე სისხლიანი გარჩევები კორუფციულ ფულზე, რაც ჩვენ მიხილეთ გუშინ და ზოგადად ეს სიტუაცია, რა სიტუაციაც არის და როგორც იქცევა ოცნება, ასეთ ვითარებაში ოცნების ამომრჩევლის მარტო დატოვება ოცნებასთან ისე, რომ წაართვა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ჩემთვის პირადად არის უბრალოდ წარმოუდგენელი. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამყარებს და ადასტურებს, რომ აუცილებელია ოცნების ამომრჩეველი, ასე ვთქვათ, არ დავტოვოთ მარტო ოცნებასთან, მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გამოყენებით. რაზე ამახვილებს ყურადღებას ევთო ოდირი მორიგ კრიტიკულ დასკვნაში საუბარი არის დემოკრატიულ უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, ცალკე არის გამოყოფილი არჩევნების თემა და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ფაქტობრივად ღიად არის ნათქვამი, რომ ისინი არ აპირებენ ევთო ოდირის მოწვევას ადგილობრივ არჩევნებზე, მაინც სადამკვირვებლო ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას დროული მოწვევის შემთხვევაში ჩამოვიდეს საქართველოში, დააკვირდეს არჩევნებს და ასევე შეფასებას გააკეთოს.